თურქეთსა და ისრაელს შორის დაპირისპირება იზრდება მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები სირიაზე და ლიბანზე იმ დონეს მიაღწია, რომ ახლა უკვე თურქეთსაც ემუქრება და ისრაელის აგრესია უნდა შეჩერდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ საპასუხოდ განაცხადა, რომ ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანი, რომელიც გენოციდს ჩადის ქურთების მიმართ, მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას, ავიწროებს საკუთარ ხალხს და აპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს, ბოლო ადამიანია, ვისაც შეუძლია ისრაელის სახელმწიფოს მურალზე ქადაგება. დამატებითი ანალიზისთვის ჩვენთან ერთად არის დოქტორი სინან გიდი, თურქეთის საკითხების უფროსი მკვლევარი დემოკრატიის დაცვის ფონდში. სინან, რას გულისხმობს ერდოღანი, როდესაც ამბობს, რომ სირიასა და ლიბანში განხორციელებული დარტყმები თურქეთსაც ემუქრება და არის თუ არა ეს მუქარა, რომელსაც ერდოღანი რეალურად ემზადება, რომ უპასუხოს? დიახ, არსებობს გარკვეული ზღვარი, რამდენადაც შეგიძლია რიტორიკის გამოყენება, სანამ ის პოლიტიკად გადაიქცევა. ან სანამ ეს რიტორიკა ჩამოაყალიბებს აღქმებს და შემდეგ ქმედებებსაც გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ნახეთ, ჩვენ ხშირად გვსმენია ერდოღანისგან მსგავსი სიტყვები, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ. და ვფიქრობ, ის, რასაც ახლა ამბობს, ეფუძნება საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის ახლახან დადებულ შეთანხმებას ჰიჯაზის რკინიგზის აღდგენაზე, რომელიც გაივლის იორდანიისა და სირიის ტერიტორიებსაც. და ვფიქრობ, ეს მისთვის პრობლემაა, რადგან ის ფაქტობრივად ცდილობს თქვას, რომ თურქეთი თავის გავლენას გაავრცელებს იმ რეგიონებში, რომლებიც ისრაელის უსაფრთხოებისთვის სენსიტიურია. მას რას ნიშნავს ეს დაპირისპირება ზოგადად ისრაელსა და თურქეთს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის? მას ორივე ერდოღანთანაც და ნეთანიაჰუსთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა. სამწუხაროდ, რაც შეეხება ტრამპს, ხედავთ, რომ ვაშინგტონში ადმინისტრაცია ნამდვილად აკნინებს იმ ესკალაციურ რიტორიკას და იმ მზარდ მუქარეთს, რასაც ერდოღანი და თურქეთი ავრცელებენ. და ტრამპი დაგეგმილია ვაშინგტონში ჩასვლას ნატოს სამიტზე ივლისში. მან თქვა, რომ დაესწრება მას. და ამას ასევე ხელი შეუწყო მისმა ელჩმა და სპეციალურმა წარმომადგენელმა თომ ბარაკმა. იცით, ეს ამ საკითხის გამაღიზიანებელი ელემენტია, რადგან ამ ორიდან განსხვავებით, ვაშინგტონში როგორც კონგრესის დონეზე, ასევე სხვა პოლიტიკის შემუშავებლები სერიოზულად შეშფოთებულნი არიან ერდოღანის გამუდმებული ესკალაციური ქმედებებით. ასე რომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ. სხვათა შორის, რაც შეეხება ამ ესკალაციურ პოზიციას, თურქეთი რეგიონში სხვადანაც ამწვავებს სიტუაციას და მე კვიპროსს გულისხმობ. თურქული გამანადგურებელი თვითმფრინავები გავრცელებული ინფორმაციით შეავიწროვეს თვითმფრინავს, რომელიც ევროპელ თავდაცვის მინისტრებს კვიპროსში გადაჰყავდა. რას უსვამს ხაზს ეს ინციდენტი? დიახ, ვფიქრობ, ეს ნამდვილად წინ უსწრებს ნატოს სამიტს. ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთი ძალას აჩვენებს და პოზირებს. თითქოს ამბობს, ნახეთ, შეიძლება რეგიონში სტრატეგიულად იზოლირებულები ვიყოთ, რადგან იზრდება კავშირები ისრაელელებს, კვიპროსელებსა და ბერძნებს შორის. და ეხლა, როცა ფრანგებმა ძალების სტატუსის შეთანხმებას მოაწერეს ხელი კვიპროსის მთავრობას და რაც ნიშნავს, რომ ფრანგი ჯარები განთავსდებიან კუნძულზე, თურქეთი აშკარად ხმალს იქნევს. და ამბობს, ნახეთ, ამას უპასუხოდ არ დავტოვებთ. მაგრამ რეალობა ისაა, რა შეძლებს ის? და იცით, იმ ამბავს, რომელსაც გუშინ წინ მიუთითეთ, ვიხილეთ, რომ თვითმფრინავი, რომელშიც ბერძენ თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, თურქეთის F-16-ებმა შეაჩერეს და გარკვეულწილად შეავიწროვეს. და თურქები ამბობენ, რომ ეს არ იყო კვიპროსის სააერო სივრცეში, არამედ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სააერო სივრცეში, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოდ არავის უღიარებია თურქეთის გარდა. ეს არის ძალის დემონსტრირება, პოზიორობა, მაგრამ ეს ერთეულის შემთხვევა არ არის. თუ ამას მთლიანობაში განიხილავთ ერდოღანის სიტყვებთან და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში სხვა ესკალაციურ ნაბიჯებთან ერთად, თურქეთი დროს არ კარგავს და ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც ძალა, რომელიც რეგიონში ირანს გადააჭარბებს. მაშ, რას უნდა აკეთებდნენ ნატო და ევროპული ქვეყნები, თუ ისინი მხოლოდ ქმედებებს კი არა, რიტორიკასაც აკვირდებიან? მე ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობა როგორც ევროპული ძალებისთვის, ასევე ნატოს იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც ივლისში ნატოს სამიტს დაესწრებიან. მაგრამ მანამდეც კი უნდა უთხრან, აი წესები, წაიკითხეთ და დაიცავით ისინი. და უთხრან, იცით, შეიძლება ნატოს მოკავშირე ან პარტნიორი იყოთ და ჩვენ გვაინტერესებს თქვენთან თანამშრომლობა იმ მოახლოებული რუსული საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ევროპას დაფარავს. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით თქვენს მტრულ და აგრესიულ ქცევას რეგიონში არსებულ მოკავშირეების მიმართ. ჩვენ ვერ დაუშვებთ ომს საბერძნეთს, კვიპროსსა და ისრაელს შორის. და თქვენ რადგან გსურთ, ესე ვთქვათ,
გადახედოთ როგორც საზღვაო, ასევე ტერიტორიულ საზღვრებს რეგიონში და რეალურად ცდილობთ თავი დაიმკვიდროთ ეხლო აღმოსავლეთში სირიის გავლით, როგორც შემდეგი წამყვანი ძალა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია გადაწყვიტოს. და იცით, ერდოღანმა მართლაც თქვა რამდენიმე დღის წინ თავის საპარლამენტო ჯგუფთან სიტყვით გამოსვლისას, რომ ისრაელი უნდა შეჩერდეს. და ცხადია ის დიდ ყურადღებას და მედიის ინტერესს იწვევს. მაგრამ თუ ევროპელი და ნატოს ლიდერები არ წამოდგებიან და მკაცრად არ გააფრთხილებენ, მეშინია რომ ერდოღანი გააგრძელებს აგრესიულ განცხადებებს და შესაძლოა აგრესიულ ქმედებებზეც გადავიდეს. დოქტორ სინანგიდი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის რეგიონული მნიშვნელობით. ძალიან გვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ. i24 News English-ზე გმადლობთ. მადლობა.